მოგესალმებით მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ მაქვს ვიდეო ჩაწერილი ვიოლას დათესვასთან დაკავშირებით, YouTube-ზეც მიდევს, მაგრამ რადგან ვერ პოულობთ ადვილად და მაინც რამდენჯერაც ვიოლა გამოჩნდა ხოლმე კადრში, იმდენიმე კითხებით როგორ დავთესოთო, დავწერ ვიდეოს და გაჩვენებთ როგორ ხდება დათესვა. ზოგადად ვიოლას დათესვა ხდება აგვისტო, სექტემბერში, მაგრამ არც ახლა არ არის გვიან, ჩვეულებრივად შეგიძლიათ რომ ახლაც გამოიყვანოთ, ოღონდ ამისთვის საჭიროა გქონდეთ ოთახში, თუნდაც გრილ ოთახში, მთავარია რომ ყინვა არ მოხვდეს, რადგან აღმოცენება უჭირს ხოლმე ყინვაში. ზოგადად ყინვა გამძლეა, მაგრამ ნერგები შეგიძლიათ ყინვაში გამოატაროთ, მაგრამ დათესვის შემთხვევაში ყინვები როცა იქნება, არ ამოვა მცენარე. ამიტომ თბილ ან გრილ ოთახში ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამაზამთროთ. მე მაგალითად ახლა სათბურში დავთესო, რომ ყვავილობა მოასწროს დროულად. დაგჭირდება კონტეინერი, რომელსაც ძირი სადრენაჟით აქვს დახვრეტილი. აქ ჩავყრი ახლა ტორფი და პერლიტი ერთმანეთში შერეული. მე არ მიყვარს ხოლმე გარეთ დატოვება, იმიტომ რომ დროულად ვეღარ ყვავილობ, ჩვენთან ძალიან დიდი და ცივი ზამთარი იცის, ამიტომ არ ტოვებ ხოლმე გარეთ და ყოველთვის მაქვს სათბურში. ესე ჩავტკებნი ცოტას. დააკვირდით ახლა. აი ასე ჩავყარე მიწა, არ ვწყავ. ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ვიოლას თესლი. აი ეს არის ვიოლას თესლი, ჩემი აღებული, ჩემი მოყვანილი. ახლა რატო გაჩვენებთ ვიოლას თესლს? ამას წინათ მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ვიყიდეო და მგონი ვიოლა არ არისო, მაჩვენებდა და ნამდვილად არ იყო ვიოლა. ამიტომ ვინც ყიდულობთ სხვისგან თესლა თქვენი არა გაქვთ და თქვენსაც არ იღებთ, იცოდეთ რომ ვიოლა გამოიყურება ასე. ზედაპირულად მოვაბნევ ამ კონტეინერში. მე ღია გრუნტში დათესვა ვიოლას და ზოგადად ყვავილების არ მიყვარს, ადრე კი ვთესავდი ხოლმე, მანამ კარგად ასე გათვითცნობიერებული არ ვიყავი, იმიტომ არ მიყვარს რომ ხან წერს მიაქვს, ხან ჩიტს მიაქვს, ხან სტიქიური მოვლენები, ქარი, წვიმა დაკარგავს ხოლმე ამ თესლს, ხანსა ჩავა, ხან სულ იკარგება და საერთოდ არ ამოდის, ხან ლპება. მე მცენარეები ჩემ თვალწინ უსაფრთხოდ იყოს და ვიცოდე სად რა არის. ეხლა როგორც დააკვირდით, მიწა ჩავყარი არ მომირწყავს. ეხლა რომ მოვაბნიე ზემოდან თესლი, მოვწყავ. და ზემოდან მიწას აღარ დავაყრი. ზემოდან მიწის დაყრაც არ არის პრობლემა, მაგრამ მინდა რომ მალე აღმოცენდეს, თან ეს წყალი ისედაც ჩაიტანს საკმარისად თესლს და აღარ დაჭირდება ზედმეტი მიწის მოყრა. ზოგადად არც ეგ არ იქნება, ცუდი და არ იქნება პრობლემა რომ მოაყაროთ, პირიქით უკეთესია ხოლმე უფრო კარგად იჭიდებს ძირებს, ფესვებს და ზემოდანაც არ დაყანყალებს ხოლმე ეს ნერგები. მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში, რადგან ძალიან მეჩქარება, მინდა რომ მალე ამოვიდეს, რადგან იცით რომ ვიოლა ძალიან ადრე იწყებს ყვავილობას, ასე თებერვლის დასაწყისში მე უკვე მაქვს ხოლმე ვიოლა გაყიდვაში, ამიტომ ასე შევინახავ, რომ აღმოცენდება, ამოვა 2 ცრუ ფოთოლს არ გულისხმობ. აი პირველი 2 ცრუ ფოთოლის შემდეგ რომ 2-3 ფოთოლი ამოვა, შემდეგ უკვე გადავიდან პატარა კასეტებში. ეხლა ადგილი არ მაქვს, მე პირდაპირ კასეტებში ვთესავ ხოლმე, მაგრამ რადგან ადგილი არ მაქვს, ასე კონტეინერში სანახავად თქვენთვის მშვენიერი იქნება. აგვისტო-სექტემბერში დათესილი ყვავილობას იწყებს თებერვლის დასაწყისში, იანვრის ბოლოდანაც კი. კითხვები თუ გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში, დარწმუნებული რაღაც გამომრჩებოდა, რაც გაინტერესებთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ნახვამდის.